და ის დეტალები, რაც განიხილეს საფრანგეთის პრეზიდენტთან უშუალოდ კანდიდატის სტატუსზე, რომელსაც ელოდება საქართველო. Ბევრი მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ბატონ მაკრონთან. მე ჩამოვედი პარიზში მისი მოწვევით და ეს საინტერესო დაემთხვა სწორედ იმ ისტორიულ გაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. და ეს არის ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის და მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოთ ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ბატონ მაკრონთან მე მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია ჩვენ შევეხეთ ორი ქვეყნის შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მე მას ვუცხარი, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ აი ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი. რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას აქვს უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ პრეზიდენტ მაკრონთან ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, აი იმ რეფორმების პროცესზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე ასე ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონს, რომ რა თქმა უნდა ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით რა თქმა უნდა ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივახციოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი ბუნებრივია არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში. ასე რა თქმა უნდა წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება. მაგრამ ის წარმატება და ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივახციეთ, შეიძლება ითქვას ნამდვილად გააჭარბების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის, ასოცირება თავისუფალ ვაჭრობა, უიზო რეჟიმი. ახლა უკვე ეს სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ 10 წლიანი პროცესის კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო ამის თაობაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა და ზოგადად ეს ფორუმი, რომელიც იმართება პარიზში, მშვიდობის ფორუმი, ვფიქრობ საკმაოდ დროულია. ვინაიდან დღეს მსოფლიოში მე ახლა პარიზზე მქონდა საშუალება მესაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე. და მსოფლიოში სავსე არის კრიზისები, კონფლიქტები, ომები და არ ჩანს არავითარი გადაწყვეტა და გზები გადაწყვეტის. და ქვეყნებს და ბუნებრივია ხალხს, პირველ რიგში ხალხს და ჩვენს ადამიანებს ჭირდებათ მოისმინონ ლიდერებისგან გამოსავლის გზები. იმიტომ რომ თუ კრიზისი ვერ დასრულდება, თუ კონფლიქტები ვერ დასრულდება, მსოფლიოში და ომები ვერ დასრულდება, ამით თუ ვინმე ზარალობს, ეს არის ადამიანები და ხალხი. მე პანელზე მქონდა დისკუსია, ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის წარმატების მაგალითზე. წარმატების მაგალითი არის შემდეგი, რომ ჩვენი ძალიან გააზრებული, მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით ბოლო 10 წელიწადში მოახერხეთ ის, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნეთ მშვიდობა, გავამყარეთ მშვიდობა და სტაბილურობა და ეს გახდა ასე ვთქვათ განმაპირობებელი აი იმ წარმატებისა, რომელსაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. თუნდაც ევროინტეგრაცია, თუნდაც უიზო რეჟიმი, თუნდაც თავისუფალ ვაჭრობა, ეს ეკონომიკური წარმატება და ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბოლო 10 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა გასამაგდა, იყო 27 მილიარდი, გახდა 85 მილიარდი დოლარში გაორმაგებული არის per capita. ასე რომ ეს არის ის წარმატება, რომელზეც მე მქონდა საუბარი. დღეს მინდა ვთქვა, რომ ბუნებრივია ჩვენ ვართ ძალიან შეწუხებული, იმიტომ რომ არავინ არ იცის როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, როდის დასრულდება. ახლა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და ისრაელში განვითარებული მოვლენები ბუნებრივია არის ჩვენი წუხირი საგანი. ამიტომ ასეთი ტიპის ფორუმების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, ლიდერებმა უნდა გააგზავნონ, ასე ვთქვათ, უნდა გააჟღერონ დამაჯერებელი და იმედის მომცემი მესიჯები. კონკრეტული გზები არის საჩვენებელი. მე ვთქვი, რომ დღეს მსოფლიოს ჭირდება მშვიდობის მოყვარული, მშვიდობის ასე ვთქვათ, შემქმნელი გარანტიის მიმცემი ლიდერშიპი. მთავრობებს ჭირდებათ უფრო ნაკლები ომის მსურველი ადამიანები და ადამიანები, რომლებიც მოიტანენ მშვიდობას.
სტაბილურობას, ერთიდღეობას მოუტანენ ხალხს. აი ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, ბუნებრივია რეგიონში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები. ჩვენ შემთხვევაში 20% ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბუნებრივია, მაგრამ ამას მე მჯერა ჩვენს მიერ განსაზღვრული, გააზრებული სტრატეგიული მოთმინებისა და ძელვადიანი მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვახერხებთ დეოკუპაციას ჩვენი ტერიტორიების. აი ეს არის ძირითადი შეჯამება აი ამ ჩემი ვიზიტის პარიზში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მადლიერნი ვართ საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის, რომელმაც ასეთი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. მე ასევე მინდა მისაგებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს, ჩვენს მეგობარს ოლივერ ვარჰეის და ყველას, ვინც იყო მხარდამჭერი და ვინც რჩება მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის წარმატების. ბატონო პრემიერო, სტატუსთან დაკავშირებით აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მისაღები აქვს, ეს იყო დადებითი რეკომენდაცია, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს და გადაიგზავნა უკვე ევროპულ საბჭოში. პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის საჭიროა 27 ხმა. თქვენ საქართველოს ხელისუფლება რას გაგეთებს იმისათვის, რომ 15 დეკემბერს მოვისმინოთ, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ასევე მინდა გითხოთ რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც. 9 რეკომენდაცია მიიღო საქართველომ და მითხრეს, როდესაც ვიკითხეთ, რომ როდის შეიძლება გაიხსნას მოლაპარაკებები, რაც უფრო სწრაფად შეასრულოს საქართველოს ამ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად გადავა შემდეგ ეტაპზე. და არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი ახლა არის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ პროცესს არ ვაჩერებთ პირიქით, ჩვენ არ შეგვიწყვეტია რა თქმა უნდა. თქვენ ასეთ რეკომენდაციები მინდა ვთქვა, რომ ახლა შემდეგი ნაბიჯი რა თქმა უნდა არის გაგრძელება მუშაობა ამ რეკომენდაციებზე. რაც შეეხება მოლოდინს, თქვენ ახსენეთ მოლოდინად 15 დეკემბრის განწყობილება. დეკემბერში მიიღება ნესაღები განწყობილება 27 ქვეყნის მიერ. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ. საგარეო მინისტრმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მე პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ლიდერთან, ევროპელ ლიდერთან. მე დღეს არ მეგულება არც ერთი ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ანუ სტატუსის მინიჭებს ოფიციალურად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უკვე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია თქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგზე დაყრდნობით აძლევენ რეკომენდაციას ქვეყანას, რომ მიეცეს სტატუსი. ასე რომ მე ვფიქრობ, მოლოდინები არის პოზიტიური, არ მგონია რაიმე შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან და მე ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მედიაციის როლზე მინდა გითხრათ, ბატონ პრემიერო, თქვენ დღეს ისაუბრეთ კიდეც ამაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო კადრი, რომელიც ბოლოს ფორუმზე თბილისში საქართველოსთან იხილა საზოგადოებამ. საქართველოს აქვს საკმაოდ წარმატებული გამოცდილება ჩვენს მეზობლებს შორის მედიაციის. ვინაიდან ახლა სიტუაცია არის ისე საკმაოდ რთული. რა ნაბიჯებს ვთქვათ ჩვენ პროგრამებში ჩვენს მეზობლებს შორის მედიაციისთვის და რეგიონში საქართველოს? პროგრამში მინდა თქვა, რომ საქართველოს არის მიუკერძოებელი ნეიტრალური ქვეყანა. და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა თანამშრომლობა. თქვენ ახსენეთ სამხრივი შეხვედრა. მე მქონდა შესაძლებლობა და მე ძალიან მადლიერი ვარ პირველ რიგში თქვა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში, ჩემი მოწვევით, Silk Road-ის აბრეშუმის ფორუმის პარკლებში ჩვენ მქონდა საშუალება, რომ სამხრივი მოლაპარაკებები თუ საუბარი დიალოგი გაგვემართა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი. ეს მიუთითებს რაზე? ეს მიანიშნებს იმაზე, იმ ნდობაზე, რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის მხრიდან, ჩემი მისამართი, ჩვენი მისამართი, ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად, მაგრამ ეს თავისით არ იქნება, მას სჭირდება მუშაობა, ურთიერთობა, სჭირდება, ასე ვთქვათ, ნდობის გამყარება, გაღრმავება, რომელიც მე ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ჩვენ ეს მოვახერხეთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა პანელზე მიღია თქვი, რომ საქართველოს რჩება მიუკერძოებელ ნეიტრალურ ქვეყნად, რომელიც დაინტერესებული არის იყოს ძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. მშვიდობის გარეშე მეგობრებო, არავით არ კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავუკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს ძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ერთიც მინდა გითხოთ სტატუსთან დაკავშირებით, თუ შეიძლება. ჩვენ ვიცით, რა გზავნილს უგზავნის ევროკომისია ევროპულ საბჭოს, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრმა შეგრძნებათ, თქვენი აზრი, რა გზავნილი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რა გზავნილი მიიღო ჩვენი მჭიდროებმა მეზობელმა ოკუპანტთა სახელმწიფომ და როგორ ვფიქრობთ, რა გზავნილი მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ახლა საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებთან ცხოვრება. მე ვფიქრობ პირველ რიგში უნდა აღნიშნო რომ ამ გადაწყვეტილებით და იმ ჩანაწერით რომელიც ჩვენ ვიხილეთ პირველ რიგში თქვა რომ აი სპეკულაციები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უსუსური შემთხვევაში დასრულებულია რომ თითქოს იგი მთავრობას არაფერი გაუკეთებია მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს უკაცრავად შარშან ხალხი არ იყო ჩვენთან ჩვენს ხალხი არ იმსახურებდა შარშან ამ სტატუსს რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული შარშან სტატუსზე მაშინ როცა იგივე ადამიანები რომლებიც დღეს აი ამას უსინდისოდ იმეორებენ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის რომ ქვეყანას შარშანვე მიიღო სტატუსი პირიქით პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ რომ ქვეყანას არ მიიღო სტატუსი ეს რეალობა ასევე ადამიანები რომლებიც აღარ მინდა გავიმეორო ვიცით თქვენ ახლა ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ თქვენს რომ ნახეს რა ან შეიძლება ინფორმაცია მიიღეს რომ ქვეყანა მიიღებდა სტატუსს სადეს უსუსურად რაღაც ქულების ჩაწერა თავარი რა მოვიწყდებათ ამ ადამიანებს რომ თავარი ის კი არ არის ვინ რა ქულას ჩაიწერა თავარი არის ის რომ ქვეყანა მიიღოს სტატუსი ქვეყანა გაძლიერდეს განვითარდეს წინ წავიდეს ეს არის თავარი ამოცანა აი ეს უნდა იყოს თავარი ინტერესი ხალხზე აპელირება და აქცენტის გაკეთება არის უსუსური მცდელობა ეს პირდაპირ მიანიშნებს რომ შეფარებულები არიან აი ამ უსუსურ განმარტებას შარშან ვიმეორებ კითხვას და კითხვას მინდა დაუსვა კითხვა ადამიანებს შარშან რატომ არ აცოდა ჩვენი ხალხი როცა იგივე რეზოლუცია მიაღებინეს თავის პარტნიორ დიდ პარტიებს ევროპის სახალხო პარტიას და სხვებს როცა პირდაპირ ანტი ქართული რეზოლუციები დაასპონსორეს და მიაღებინეს რომ მაშინ ესე იგი თორმე არ იმსახურებდა საქართველოს სტატუსს იგივე აღარ მინდა გავაგზავნო კრიტიკა ადამიანების პოლიტიკოსების მაგრამ ჩვენ პირდაპირ გვესმოდა მოწოდებები რომ თურმე ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს ქვეყანა არ არის მზად და ასე შემდეგ ამ დროს ჩვენზე ბევრად უკან მდგომი ქვეყანა უკრაინა მოლდოვა დღესაც ჩვენ ვუსწრებთ ბევრი 10 ჯერ ორივე ქვეყანას და ყველას მე არ ვედრები მაგრამ მინდა თქვა რომ ფაქტი არის ფაქტი და სიმართლე უნდა ვთქვა პირდაპირ მაშინ მათ მიიღეს და ჩვენ არ მივიღეთ მაშინ ხალხი არავის არ გახსენებია პირიქით ეს უკვე გაწერვის მცდელობა ჩვენი ხალხის გაწერვის მცდელობა როცა ასეთი არასწორი გზავნილი გამოაგზავნეს შარშან მაგრამ მიხარია რომ ეს ჩამოვიტოვეთ ეს წარსულში დარჩა ეს ასე თქვა დავარქვათ ეს გაუგებრობა ამოწურული არის და მიღწეული არის შედეგი და რასაც შედეგზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არის ეს პირდაპირ ჩაწერილი მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი. აი ეს სერია ევროკომისიის გადაწყვეტილებაში და მათ რეკომენდაციაში. ამით ყველაფერი არის დასრულებული, სპეკულაციები თურმე ესე იგი ჩვენი მთავრობის დროს. უბრალოდ ჩვენი მთავრობის დროს მიიღო ქვეყანამ ყველაფერი თუ რაიმე მისაღები ქონდა ბოლო 10 წელიწადში. არავის არ გაუკეთებია ევროინტეგრაციას გაზე იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. არავის არც ერთ მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს გავაკეთეთ ჩვენ, გავაკეთეთ ქართულმა ოცნებამ, იქნება ასოცირების შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობა, ვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ხალხის სტატუსი. აი ეს არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობის. მადლობა. მადლობა.